ხმაური საზოგადოებრივ მაუწყებელში ეკა კვესიტაძისა და დავით პაიჭაძის გადაცემები ეთერში აღარ გავა. კვესიტაძე სამსახურიდან გათავისუფლებულია, პაიჭაძეს კი ხელმძღვანელობა რადიო ეთერს თავაზობს. გადაწყვეტილებას წამყვანები პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ და ახსნა განმარტებებს ითხოვენ. გადაცემები, აქცენტები და დიალოგები მიკერძოებული იყო, ასეთია თამაზ დღემალაძის პასუხი. დღეს ტელევიზიაში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. პირველად მაშინ, როდესაც გათავისუფლებული ჟურნალისტების ბრიფინგზე მოულოდნელად ირაკლი კაკაბაძე და გიორგი კორკოტაშვილი შევიდნენ. მეორედ კი შენობის გარეთ, სადაც დახურული გადაცემების წამყვანთა მომხრეები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთის პარალელურად აქციებს მართავდნენ. ნაციონალების დაფინანსებული შნირი დაპირისპირება საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ პირველ არხზე ორი ток-შოუს დახურვის გამო დაიწყო. ორი სხვადასხვა აქციის მონაწილეებს შორის ურთიერთობა შუადღისთვის დაიძაბა. ერთნი პირველ არხზე ეკა კვესიტაძის აქცენტებისა და დავით პაიჭაძის დიალოგის დაბრუნებას ითხოვდნენ. მეორენი კი მათ მოთხოვნას აწინააღმდეგებოდნენ. ორი სხვადასხვა აქციის მონაწილეთა შორის დაძაბულობამ პიკს მაშინ მიაღწია, როდესაც ერთმანეთს უფლებად დამცველი ირაკლი კაკაბაძე და ჟურნალისტი ოლეგ პამფილოვი დაუპირისპირდნენ. მოგვიანებით რუსიაროვნების ჟურნალისტმა კაკაბაძე სიტყვიერ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. სამართალდამცველებს მიმართა და მის წინააღმდეგ საჩივრის ოქმი შეადგინა. მე მინდა დავწერო განცხადება ირაკლი კაკაბაძის მიერ ჩემზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით. ის თავს დამესხა და იძახდა, რომ მე რუსი იმპერიალისტი ვარ. მე მიმაჩნია ეს იმპერიალიზმად, როდესაც რუსი მოდის და ქართულს ჭკუას ასწავლის რა უნდა გააკეთოს. მანამდე კიდევ ერთი ინციდენტი იმ პრესკონფერენციის დაწყებამდე მოხდა, რომელზეც ეკა კვესიტაძესა და დავით პაიჭაძეს მათი გადაცემების დახურვის მიზეზებზე უნდა ესაუბრათ. ორგანიზაციას სამოქალაქო სოლიდარობის წევრებმა ბრიფინგების ოთახში შესვლა მოახერხეს, რის შემდეგაც ჟურნალისტებთან კამათი დაიწყო. მოგვიანებით სამოქალაქო სოლიდარობის წევრებმა დარბაზი დატოვეს. ეკა კვესიტაძემ და დავით პაიჭაძემ კი მათი გადაცემების დახურვის მიზეზებზე ისაუბრეს. ჟურნალისტებმა არხის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივებით ახსნეს. ყემალაძე დაიმალა, ჩაიკეტა თავის ოთახში და ასევე შესაძლებლობა რომ მას შევხვედროდი და მისგან მომესმინა გადაწყვეტილების შესახებ მე არ მომეცა. პოლიტიკური გადაწყვეტილებაა ის და პოლიტიკით ნაკარნახევი გადაწყვეტილებაა ის, რომ სახელდობრ ის ток-შოუები, რომლებიც მიყვავდა ეკას და მე, არ იქნეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. თამაზ დღემალაძე დავით პაიჭაძეს რადიო ეთერს თავაზობს, თუმცა ამბობს, რომ ტელეეთერში ვერც ერთი გადაცემა ვეღარ დაბრუნდება. საზოგადოებრივ მაუწყებელს თავისი შინაარსით, თავის დამოკიდებულებით, თავის წესით, კანონით არ მიესადაგება იმათი ტონი, იმათი მიმართება, ისინი წარმოადგენენ მხარეს. იგივე არგუმენტებით გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად პაიჭაძისა და კვესიტაძის მოწინააღმდეგეების დაარწმუნა იმაში, რომ გადაცემები ეთერში აღარ დაბრუნდებოდა. თუმცა სანამ დღემალაძის კაბინეტში შეხვედრა მიმდინარეობდა, ტელევიზიის წინ ჟურნალისტების მომხრეები პროტესტს აფიქსირებდნენ. სულ უყურებდი ამ გადაცემებს და ეს გადაცემები ძალიან რეიტინგული იყო და ყოველგვარი მიზეზ გარეშე და ახსნის გარეშე შეწყდა ამ არხების ამ გადაცემების ჩვენება. მე პირადად და საზოგადოების წევრები ვფიქრობდით, რომ ეს იყო მაინც მიკერძოებული თემატიკა, მაგათგან მიკერძოებულად მიყავდათ ის ток-შოუები. საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესები პარლამენტში გამართული დებატების მიზეზიც გახდა. უმცირესობის წევრებმა გადაცემების დახურვის მიზეზებზე არხის ხელმძღვანელობისგან განმარტებები მოითხოვეს. მმართველმა გუნდმა კი ოპოზიციას მაუწყებლის დამოუკიდებლობის ხელშეუხებლობაში ახსენა. მე მიმართავ შესაბამის საპარლამენტო კომიტეტს, მოგმართავ თქვენს და ყველას ვისაც ხელი წიფება, რომ ეს საკითხი იქნეს შესაბამისად განხილული და არ დაუშვათ, რომ ეს გადაცემები დაიხუროს. ეს გახლავთ სამეურვეო საბჭოს, იმ საბჭოების გადასაწყვეტი, რომლებიც უნდა იყვნენ და არსებობდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან და საზოგადოების და არა პარლამენტის წევრების. მაუწყებელში მიმდინარე მოვლენების შეაფასეს სამართლიანი არჩევნების წევრებმაც, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ток-შოუების დახურვის თემა მათ ანგარიშში აუცილებლად მოხვდება. გადაცემების დახურვის შესახებ ისაუბრა ამერიკის ელჩმაც. ჩვენ თვალს ვადევნებთ საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს. გულახდილოთ რომ გითხრათ, ცოტა
დამაბნეველი სიტუაციაა. თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა მხარს უჭერთ იმას, რომ ტელევიზიაში იყოს უფრო მეტი პოლიტიკური დებატები და ასევე თუ რა რეფორმები და სიტუაციები მიმდინარეობს ტელევიზიაში აუცილებლად უნდა იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის ცნობილი. ორივე აქცია მაუწყებლის შენობასთან უკვე დაიშალა. ეკა კვესიტაძე გათავისუფლების შესახებ ბრძანების გასაჩივრებას სასამართლოში გეგმავს. მანამდე კი თოქ-შოუების წამყვანები პარასკევს ბორდის თავმჯდომარესთან და გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან ითხოვენ შეხვედრას.